ლამშვიდობის, მოგესალმებით. ეთერშია რუბრიკა საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე. რუბრიკას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი შვედეთის დაფინანსების და BMG-სთან პარტნიორობით ახორციელებს. დღეს ჩვენ საუბრობთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ვიზიტზე, რომელიც შვედეთსა და დანიაში გაიმართა. საქართველოში შვედეთისა და დანიის საელჩოებთან, ასევე გაეროს გლობალური შეთანხმების შვედეთისა და დანიის ქსელებთან პარტნიორობით. ვიზიტის მიზანი იყო კერძო სექტორის ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლები გაცნობდნენ შვედეთსა და დანიაში არსებულ მდგრად ბიზნეს პრაქტიკებსა და გამოცდილებას. ვიზიტში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიის წარმომადგენლები: კრისტალი, ტენე, ACT, TBC ბანკი, ბიოდიზელი, ვაზისუბანი ესტეიტი, დიზაინის ინსტიტუტი, ტერმინალი, რითეილის და დისტრიბუტორთა ასოციაციები, ასევე BMG-სა და ევრონიუს საქართველოს წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის გაეროს გლობალური შეთანხმების შვედეთისა და დანიის ქსელები, IKEA, ალფა ლავალი, ტეტრაპაკი, დანსკე ბანკი, SIDA, ბიზნეს სუიტენი, ასევე სხვა სააგენტოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ბიზნეს სექტორთან მუშაობენ. დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფება ვიზიტის ორი მონაწილე, ჩვენი სტუმრები არიან მაია ქობალია, კრისტალის გარემოსდაცვის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სანდრო ლიլუაშვილი, კომპანია ტენეს დამფუძნებელი და დირექტორი. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და გიორგის უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივი წარდგენისთვის და სიტყვებისთვის. მაიო, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით, რომ მოგვიყვეთ ამ შთაბეჭდილებების შესახებ. გიორგიმ კი საუბრა წარდგენაში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს, რა სიახლეები გაიგეთ და ზოგადად მოკლედ რომ მოგვიყვეთ ვიზიტის შესახებ. ხო, მოკლედ გამიჭირდება თქო, იმიტომ რომ ამ ერთ კვირაში, რომელიც ძალიან ინტენსიურად იყო დატვირთული, ძალიან გააზრებულად და გიორგის არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ არც ერთი სიტყვა არ იყო გადაჭარბებული და იყო დამსახურებული. პირველი ჩემთვისაც რაც გამორჩევდა ამ მოგზაურობას იყო ის, რომ ყველა ნაბიჯზე დილიდან საღამომდე ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა, რომ ეს ადამიანები საქმის გულში. ანუ თქვენი მხრიდან გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე იყო ეს კომუნიკაცია უკვე ნაწარმოები, ძალიან სტრატეგიულად. იმ ადამიანებმა იცოდნენ ვინ არიან აუდიტორიაში, ვინ არის მათი სამიზნე აუდიტორია და ასევე ჩემთვის მართლა რაც შეიძლება ძალიან ნერდი ადამიანისთვის და კონტროლ ფრიკისთვის, მაგრამ თვალშისაცემი იყო ის, რომ ყველა პრეზენტაცია, ყველა სლაიდი, რომელიც იყო მომზადებული, იყო იმ დღის და იყო კონკრეტულად ამ ჩვენი შეხვედრის, ანუ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ მოწეული იმ კომპანიებისთვის, რომელიც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ. მოგზაურობაში ის რამდენიმეჯერ გიორგიმაც ახსენეთ, თქვენც ახსენეთ ალფა ლავალი, დანსკე ბანკი, IKEA, რაც ალბათ ყველაზე უფრო მეტად იცის ქართულმა მაყურებელმა, მაგრამ რაც შეიძლება რომ არ იცოდეს, არ ჩემთვისაც სიახლე იყო, მანამდე, როდესაც ესტონეთში სწავლისას გადავსულ ვარ, თქვა შვედეთში, ისევე როგორც ალბათ ყველა იქ ჩამსროლს, ძალიან მაოცებდა და მაკვირვებდა ის დავარცხნილობა, მოწესრიგება, სიმწვანე, მდგრადობა, ფაქტიურად ჩემთვის რატომაც ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მდგრადობის მექაში ვიყავით რა შვედეთშიც და დანიაშიც. მაგრამ მე მანამდე ვხედავდი, აი ქუჩაში რაც ხდებოდა მარტო, პარკებში რაც ხდებოდა და როგორი მოწესრიგებული იყო, მაგრამ ახლა ამ ვიზიტისას დავინახე კულისებში რა ხდება. იმიტომ რომ ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლები იყვნენ თითოეული იმ კომპანიიდან, რომელიც უკვე ჩამოთვალეთ და კიდევ ერთი თავისებურება ალბათ რაც ახასიათებდა იყო ის, რომ ყველა პრეზენტაციისას, როცა ჩვენ თავს წარვადგენით, თავიდან პირველ ორ ალბათ პრეზენტაციაზე გეხსოვებათ, მე ძალიან დიდი სიამაყით დავიწყე, რომ ვარ ამ ადამიანის კომპანიიდან 30 წელია დაახლოებით არსებობს ქართულ ბაზარზე და მე როცა უკვე მაგალითად დანსკე ბანკმა თქვა, რომ 1871 წელს დაარსდა და ერთმანეთს უყურებდით, რომ ნამდვილად 1871 თქვა და წერია თუ არა, როცა უკვე მოვიან გარეშეც რომ 154 წლის არის. იგივე თქვა მაგალითად IKEA-მ, რომელიც 1953 წელს მათ შორის ხო სააგენტოებმა იგივე თქვა, ალფა ლავალმა იგივე თქვა, ტეტრაპაკმა და თან 173 ქვეყანაში წარმომადგენლები ასეთი მაღალი შემოსავლით და ბრუნვებით ამ კომპანიების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ქმნიან ამ ამინც და ასევე აქ ეს უმაგრესი ხედვა მდგრადობისა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი. და კიდევ ერთი, ანუ ბევრი იყო მართლა და გამიჭირდება, მაგრამ უბრალოდ დროის ფაქტორის გათვალისწინებით, იყო ის, რომ ყველაფერი დავინახე, რომ არის მიზეზშედეგობრივი. ანუ ის, რომ დანია, ის, რომ შვედეთი, ის, რომ სკანდინავიის ქვეყნები ესეთ მაღალ დონეზე არიან წარმოდგენილები, ამას თუმე რამხელა შრომა, რამხელა ურთიერთშეთანხმებულობა, რამხელა უნისონში ამ სხვა სააგენტოებისა და ასევე ჩვენი მასპინძლებიც, რომელიც იყო შვედეთის გლობალური შეთანხმების საქართველოს შვედეთის ქსელი თუ ევროპის თუ დანიისა და ასევე ყველა ის კომპანია სამთავრობო იქნებოდა ეს არასამთავრობო მედია, რომელიც გიორგი ახსენა თუ კერძო სექტორი, როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ და როგორ ერთ ხმაზე, ანუ შეხმიანებულად, შეხმატკივრებულად საუბრობდნენ იმ თემებზე და ისეთ რაღაცებზე, რომელიც ერთმანეთთან არ შეუთანხმებიათ, მაგრამ ერთი რაღაცის საერთო ღირებულება და ინტერესი აერთიანებდა და ეს იყო ჩემთვის ძალიან, ანუ ისეთი რაღაც, რაცაც ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც იყოს.
მადლობა, ნამდვილად დაგეთანხმები, რომ რაღაც გამორჩეულად დასამახსოვრებელი ვიზიტი იყო, ბევრი საინტერესო დეტალი. სანდრო, თქვენც რო გითხრათ, თქვენი შტაბ-ბიძლებების შესახებ და კონკრეტულად ტენესთვის რა სიახლეები იყო? რა იყო ისეთი, რომელიც შეგიძლიათ, რომ თქვენ საქმიანობაში დანერგოთ და გამოიყენოთ? პირველ რიგში, რაც მაიამ თქვა, ის უნდა გავიმეორო, მე ვიყავი აღფრთოვანებული და მოხიბლული ზოგადად ვიზიტით დაგეგმარებით. ჩვენ შევხვდით კომპანიებს, ორგანიზაციებს, რომლებსაც ტენეს ძალიან გაუჭირდებოდა ესე დამოუკიდებლად, რომ შეხვედრილიყო, ეს შეხვედრები ჩანიშნულიყო. ყველგან ვიყავით სასურველი სტუმრები, სადაც ხვდებოდეთ ძალიან დიდი ყურადღებით და პატივისცემით და ჩვენი მხრიდანაც ძალიან ესე მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და ვამაყობდი, რომ აი საქართველოდან ესეთი ორგანიზებული, ესე ვთქვათ, დელეგაცია ჩავიდა. გამოცდილება, რომელიც გააზიარეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დავინახე, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი სიტყვაზე ამერიკაში თითქოს ვექტორი იცვლება გლობალური კლიმატის პრობლემების მიმართ და თითქოს შეიძლება შეგვეშინდეს, ევროპაში ეს საერთოდ არ იგრძნობა და ძალიან სერიოზულად უდგებიან და უყურებენ კლიმატის ცვლილების პრობლემებს და დავინახე ის, რომ ამ ხალხის მიზანია, რომ რაღაც ძალიან მოკლე ვადებში 2050 წლისთვის სიტყვაზე აპირებენ, რომ გარემოსთვის ნეიტრალური, ანუ ზიანი საერთოდ არ მოქონდეთ და თან ამბობდნენ, რომ ჩვენ 2050 წლისთვის გვაქვს დაგეგმილი ეს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უფრო მალე მივახცევთ. ეს იყო გასაოცარი ნამდვილად. და გიჩნდება სრული, რომ აი საქართველომაც ესე გააკეთოს. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის. ახლა ჩვენ დანერგილი გვაქვს, რაც შევძელით დანერგილი გვაქვს რაღაც გარკვეული რაღაცების სიტყვაზე განახლებად ენერგიაზე ვუშაობთ, სიტყვაზე გამოყენებულ პლასმასას ვიყენებთ, ვცდილობთ რაღაც სოციალური პრობლემები გადავჭრათ და დევნილებს ვასაქმებთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამიფართოვდა თვალსაჩინო რისი გაკეთება შეიძლება და თუნდაც როგორ ყურადღებით უდგებენ ეს უზარმაზარი კომპანიები, რომლებსაც არსებობის საუკუნოვანი, ან ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც საქართველოში არ გვხვდება კომპანია 2 საუკუნის არ არსებობს, ესეთი 1751 წელს დაარსებულ კომპანიაში ვიყავი, რომელსაც თავის კულტურა აქვს ჩამოყალიბებული და უყურებენ აბსოლუტურად ყველაფერი გაწერილი აქვს. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ასევე საწარმოებში მოხვედრა, ალფა ლავალში მოხვედრა იყო და ძალიან საინტერესო და არ ვიცი, ნუ აი მომავლისთვის დავინახე როგორი შეიძლება იყოს ტენე და რასთან უნდა გქონდეს სწორება, რასაც ახლა საქართველოს რეალობაში ამას ვერ მოახერხებდი. ისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადო. მადლობა თქვენ ასევე, მაიკო, სანდრო მახსენე, მომავალში დავინახე როგორი შეიძლება იყოს ტენე. აი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის რა გამოცდილება დაინახეთ, რაც შეიძლება, რომ აი ეს მდგრადობის პრაქტიკები თუ გამოცდილება როგორ შეიძლება, რომ საქართველოში მოხდეს ამის განვითარება და დანერგვა. ორი პასუხი მაქვს, ანუ სურვილი მაქვს ძალიან დიდი, რომ რეალურად შესაძლებელი იყოს, რომ ესე დააკოპირო, ჩამოიტანო და საქართველოს ამ ძალიან მაღალი დონის ეკონომიკური კეთილდღეობაზე აქვს საუბარი, მდგრადობაზე, კლიმატის ცვლილებებზე და აი ჰარმონიაზე, ბალანსზე, რაც სუპერ დისციპლინა, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო თვალშისაცემი იყო დილას ადრე ადგომა 9-ზე, როცა ჩვენთან ალბათ უმრავლესობა კომპანიების აიღება, იქ უკვე სამი შეხვედრა ჩახურული აქვს, დილის 2 ფინჯანი ყავა მირთმეული და ეს ყველაფერი ბაღიდან დაწყებული სკოლა, უნივერსიტეტი ქმნის ამას. ჩვენთანაც ალბათ იგივე არის გასაკეთებელი რა, რომ ყველამ გაიაზროს, რომ ამ ერთი საერთოდ დიდი ჯაჭვის პატარა შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვანი. იმ საშუალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, რომ მაგის გარეშე ეს ჯაჭვი არ არსებობს და რო გაწყვეტილია. იქ ამ კომპანიებიდან, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოთვალეთ და კიდევ ბევრი სხვასაც, რომელსაც შევხვდით აგენტოებსაც, ეს დამოკიდებულება იყო. იგივე იყო მაგალითად სიდაში, ხო? მაგალითად Team Sweden, რომელსაც ეძახიან, ხო, როგორი სახელი არის, ანუ შვედეთის გუნდი. ანუ ყველას ერთიანი გუნდურობის შეგრძნება აქვს. მეორე რაც ალბათ გადმოსატანია, კარგი მაგალითები უნდა გადმოვიტანოთ, რა თქმა უნდა. ეს არის ძალიან მაგარი კომუნიკაცია. ან კომპანიები, რომლებიც აი 150, 200, 300 წლის არიან, ძალიან თანამედროვე, ესე რომ თუ არ გაიგებ, რომ ის 1871-ში დაარსდა, ვერც კი იფიქრებ, რომ შეიძლება 154 წლიანი ისტორია ჰქონდეს მათ. მეორე ალბათ ეს არის, რომ პატივი ვიცე ძალიან ჩვენს ისტორიას, რომ არა მარტო სადღეგრძელოებში, არამედ ყოველდღიურობაში და ყოველდღიურობაში ეს იქნებოდა ყველაზე მაგარი, რომ ჰქონდეს სანდროს თქმის არ იყოს, აი როგორ შეიძლება რომ ასეთ უხსოვარი დროის ქვეყანაში არ იყოს 200 წლის კომპანია, მაშინ მithumetes როცა ეს გვაქვს. მესამე არის რესურსები, რომელიც არის ძალიან ძირი.
არის უმაღლეს დონეზე გამოყენებული. ანუ ასეთი მზე ჩვენ რო გვაქვს მათ რო კონდეთ, ან თუნდაც ქარი, ერთმანეთზე ვეგებოდი, წარმოვიდგინე რომ სად იქნებიან. მაშინ, როდესაც თითქმის შემოდგომის და ზამთრის განმავლობაში არის სიბნელი და მაინც როგორ მაქსიმალურად იყერებენ თქვა მზის ენერგიებით და სხვა ტექნიკებით. კიდევ ერთი რამ, რაც ალბათ ჩვენი მცირე და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის იქნებოდა, არის ის, რომ შესაძლებელი არის. მესმის რომ სხვა კონტექსტია. მესმის რომ სხვა გარემო პირობებია. მესმის რომ სხვა განათლების დონეა და ეს განათლება ბაღიდან იწყება. ბაღის სკოლა, უნივერსიტეტის ყველა საფეხური, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა უფასო არის და განათლებაც არის და განათლებაც. მე კიდევ ამ განათლებაში ყველგან არის ჩაინტეგრირებული მდგრადობა, ყველგან არის ჩაინტეგრირებული გენდერული თანასწორობა, ყველგან არის ჩაინტეგრირებული ეს ბალანსი, ცხოვრების და სამუშაო ბალანსი. და ბოლოს ალბათ რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სისტემები. ძალიან გამართული სისტემები აქვს, ძალიან დიდ უზარმაზარ რესურსებს, ადამიანურს და ფინანსურს ხარჯავს ამაში ის სამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც შექმნა, როგორც ახსენეს, კერძო სექტორი, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად, აი რაც მართლა შეგშურდება, თუ შეიძლება რომ კარგი შური ალბათ არ არსებობს, მაგრამ არ არსებობდეს, ეს არის ეს საოცარი უნისონი ამ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო კერძო სექტორს შორის. Როგორ ერთი საერთო მიზნისკენ გაერთიანებული 10 მილიონი ადამიანი ყოველ დილას იღვიძებს, ყველას თავთავისი ინტერესები აქვს ეს კომპანიები რადიკალურად განსხვავდება. ზოგი 163 ქვეყანაში არის წარმოადგენილი, ხო, როგორც კი ზოგი 63-ში თქვათ. მაგრამ აქვთ ეს პასუხისმგებლობა. იგივე იყო მაგათ აი IKEA-ს მაგალითად ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ 2022 წლის მერე ის 17 თავისი მაღაზია, როგორც თავის პრეზენტაციებში დახურეს რუსეთში, ხო? და ეს ყოველდღიური ადამიანური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა ძალიან მაღალ დონეზე აქვს და ეს მე მგონი გასაზრდელი გვაქვს, რომ ცოტა ვიწრო ჭრილიდან, ამიტომ რომ შეგონებასავით გამოვიდეს, უბრალოდ მე რაც დავინახე იმას ვაზიარებ, გამოვიდეთ და ძალიან ფართო სპექტრით შევხედოთ, რომ ამ გლობალური საოცარი სამყაროს ნაწილი ვარ და ჩვენ შეგვიძლია. უბრალოდ ჩვენ ისეთ პატარა რაღაცებს ვეპოტინებით, ეხლა რა გვცალია ამ დიდ მაგარ რაღაცებს საფრთხად. არა და დასანანია. ნამდვილადაც მაიკომის საუბრა რესურსების ეფექტიან მართვაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე და რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს მდგრადობისთვის, ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ბოლო კითხვა მექნება ორივე სტუმართან. სანდრო, რამდენად არაჩვეულებრივი იყო ნამდვილად მეტი გამოცდილება, თუმცა რამდენად ღია იყვნენ პარტნიორობისთვის ამ გამოცდილების კი საუბრეთ ზოგადად გაზიარებისთვის და ასევე რა დაინახეთ, რა პარტნიორობის შესაძლებლობები დაინახეთ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ შესაძლებელია ის გამოცდილებას დანერგოთ და რაღაც ახალი პარტნიორობა თუ ურთიერთობები დაიწყოს ამ კომპანიებთან. კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს, რომ ესე იგი ამ შეხვედრებმა დამანახა ის საკმაოდ მაღალი კულტურა, როგორ აზიარებდნენ თუნდაც თავის ფინანსურ მონაცემებს და მახსოვს გიორგის კომენტარი, რომ აი ჩვენ თურმე სად ვარ და აი ამ ადამიანებმა აბსოლუტურად გამჭრიალად და გახსნილად აჩვენეს თუნდაც ფინანსური მონაცემები და ეს მიღებული პრაქტიკა არის და თანამედროვე სოფლიო ამას არ ვალავს, ყველაფერს ცდილობს რომ იყოს გამჭრიალე, გაუზიაროს თავის გამოცდილება, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, თავიანთ მოძღვრებს გავუადვილდეთ სავალი გზა ეს ბარათაშვილის ის რომ გავიმეოროთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. ესე იგი ეს პრაქტიკა გადმოსანერგია რა თქმა უნდა ჩვენთანაც საქართველოში, ანუ ეს ბიზნესის კეთების კულტურა, გამოცდილების გაზიარების კულტურა, ამას ყველაფერს ისევ და ისევ უზრუნველყოფს. თუნდაც ამ ქვეყნის უწყვეტი სახელმწიფოებრიობის არსებობის რამდენიმე საუკუნოვანი ისტორია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ არ აგვაქვს, იმიტომ რომ 1700 წელს ალბათ არსებობის გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ისინი რაღაც უკვე კანონებს ადგენდნენ და ხვეწდნენ და ასე შემდეგ. ძალიან შტამბეშტავი იყო რამდენად დახვეწილები არიან და გვგრძნობ რამდენი სამუშაო აქვს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ აი ესეთ მაღალ დონეს სამაგალითო დონეს მიაღწიოს. მაიკო, თქვენც რა დაამატოთ რამდენიმე სიტყვით რა რამდენად ღია იყვნენ. ხო, მათი ღიაობა მართლა ძალიან ღიები და უშუალოები, ალბათ ამას დავამატებდი კიდევ რა, იმიტომ რომ ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით თითოეული დღე იყო ძალიან დატვირთული და წარმომადგენლებიც, რომლებიც ჩვენ პრეზენტაციებს გვიზიარებდნენ, თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებდნენ, ესე გულუხვად, მათ შორის საფინანსო და არასაფინანსო დეტალებით იყო და 2050 წლის გეგმებით, ანუ 25 წლის შემდგომი პერიოდით არის ამას მოწმოს ერთის რომ მეორეს კიდევ რაც ღიაობას მოწმოს არის ის რომ ეს ძალიან მაღალი რანგის ადამიანები, მაღალი საშუალო და ყველა რგოლის ადამიანებმა გამოყვეს დრო ჩვენთვის და ყველაზე უფრო მეტად რაც დამასრულდა იყო ის კიდევ რომ ასევე თითქოს ერთმანეთთან ფარულად შეთანხმებულად ყველა გვეუბნებოდა რომ ეხლა რაც აქ ჩვენ გავიგეთ გაუზიარეთ სხვებსაც და ასევე თქვენს მაგალითებზეც შეეცადეთ რომ გამოიყენოთ და როცა დაგჭირდეთ ჩვენი მხრიდან გამოცდილების გასაძლებლად ნებისმიერ დროს მზათავარ
ვართ ამ თანამშრომლობისთვის. კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი ღიაობას რაც ხას უსვამს ეს იყო. მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენი შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძელით, რომ მაყურებელს სწორად გადმოცეთ ჩვენი შთაბეჭდილებები და ემოციები, რაც ვიზიტის მთავარი ამბები. დღეს რუბრიკა დასასრულს მივახლოვდა, საუბრებს ბიზნესსა და ევროკავშირზე. მომდევნო სამშაბათს გავაგრძელებთ. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.